ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველ წელიწადს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შემდგონის ბავშვთა სახლ-სტუმრობს და სიმბოლურად წინა სააღდგომო საჩუქრებს ურიგებს. ამჯერადაც უწყების წარმომადგენლებმა ტრადიციას არ უღალატეს და 20-მდე ბენეფიციარს ბურღულეული ბრინჯი, თაფლი, ლიმონათები, ნუთელა, სანთელი, საღებავი, შაქარი, პასკა, ზეთი, ფქვილი, კვერცხები და აგრეთვე სხვადასხვა ტკბილეულობა გადასცეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველწლიურად ნამდვილად ტრადიციად აქცია ის, რომ უმცეო გარკვეულ კატეგორიებს უმზადებს საჩუქრებს შობა ახალწელს და აღდგომას. აი დღესაც რიგით ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი არის. გამგეობის ხელმძღვანელები შემოვიდნენ უდედმამო ბავშვებს გადავეცით საჩუქრები. განსაკუთრებული სითბო და მადლიერება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დარიგებული საჩუქრებისადმი შემდგონის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა გამოთქვეს და პირადად გამგებელს ალექსანდრე ქობალიას მადლობა გადაუხადეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ალექსანდრე ქობალიას საჩუქრებისათვის. ყოველ წელს მოდის, სტუმრობს და ჩუქნის საჩუქრებს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველა ბავშვის სახელით. უკვე ტრადიციად იქცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სტუმრობა ჩვენს დაწესებულებაში. ნამდვილად ყველა ბენეფიციარი მადლობას უხდის ბატონ ალექსანდრე ქობალიას და მთლიანად გამგეობას. ეს არის დიდი მადლობა. შემდგონის ბავშვთა სახლში ამ ეტაპზე 20 აღსაზრდელი ცხოვრობს, რომლებსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები სისტემატურად აკითხავენ და დღესასწაულებს მათთან ერთად ზეიმობენ.